საქართველოს ბანკი პირველი ბანკია, რომელმაც ID ბარათზე საკუთარი მომსახურება ჩართო ბანკის კლიენტებს უკვე დღეიდან შეუძლიათ ნებისმიერი ოპერაციის ახალი პირადობის მოწყობით შესრულება. ამ დროისთვის ID ბარათს 10-მდე ფუნქცია აქვს, მომავალ წლის ბოლომდე კი ეს ციფრი 100-მდე უნდა გაიზარდოს. მარტივი მოქმედებით მხოლოდ ერთი პლასტიკური ბარათი ფუნქციების შეუზღუდავ რაოდენობას ასრულებს. ახალი პირადობის მოწმობა, ანუ ID ბარათი, ვინაობის გარდა თითქმის ყველა ინფორმაციას სრულყოფილად იტევს, რომელიც მფლობელს ეხება. უკვე დღეიდან ბარათს შეუძლია საბანკო ოპერაციების განახორციელოს. საქართველოს ბანკი პირველია, რომელმაც საკუთარი საბანკო ოპერაციების განხორციელება ID ბარათის მეშვეობით დაიწყო. ყველა მომსახურება, რომელიც აქამდე სხვადასხვა პლასტიკურ ბარათებზე ცალ-ცალკე ხდებოდა, ახლა მხოლოდ ერთ ID პირადობაზე იქნება დატანილი. მომსახურების ცენტრში მისვლის შემდეგ კლიენტი ნებისმიერ ოპერაციას ლოდინის გარეშე შეასრულებს. ეს მომსახურება არ არის ფასიანი, ჩვეულებრივად ID ბარათს მოყვება თავისი PIN კოდი, შესაბამისად როგორც კი მოხმარებელი მივა მოლარე ოპერატორთან, შესაბამისად შეიყვანს PIN კოდს და მომენტალურად მოხდება მის იდენტიფიცირება, შესაბამისად გამარტივებული პროცედურაა და მიიღებს სწრაფ მომსახურებას. ახალ ID ბარათებს უკვე აქვთ 10-მდე ფუნქცია. ის სახელმწიფო ორგანიზაციის საშვიცაა და დაცვის პოლიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესასვლელი მოწმობაც. ვინც ჩაერთო ამ სერვისში, შეუძლია მხოლოდ ID ბარათის მიახლოებით გახსნას ან დახუროს საკუთარი დაცული ობიექტი. ID ბარათის მფლობელ მე-100,000 მოქალაქეს დღეს საჩუქრად კომპიუტერი გადასცეს, რომელიც სპეციალური ID ბარათის წამკითხველი ფუნქციითაა აღჭურვილი. დამარ სოხაძე დღეიდან შეძლებს ყველა ოპერაციას სახლიდან გაუსვლელად განახორციელოს. ძალიან კომპაქტური არის, კომფორტული და მოსახერხებელია. საომალოდ როცა გამოვიყენებ, დარწმუნებული ვარ, ჩემი მედებს გაამართლებს. ჩიპიანი ბარათის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეს თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლისას ქვეყნის პასპორტი აღარ სჭირდება. მოსახლეობა საზღვარს მხოლოდ პირადობის მოწმობით კვეთს. მომავალი წლიდან კი ID ბარათის ფუნქციების რაოდენობა გაიზრდება და ის 100-ზე მეტ ბარათს ჩაანაცვლებს. მინიმუმ 100 სერვისი იქნება წლის ბოლოს შესაძლებელი ID ბარათით, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ ID ბარათის მოხმარება გაიზრდება და გაუმარტივდება ყოველდღიური ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებს. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს კი მომავლის საქართველოა. 2012 წელს ID ბარათით შეიძენთ კულტურულ საღამოზე დასასწრებ ბილეთებს. ფულს გადაიხდით ტრანსპორტში, მიიღებთ სასტუმროს მომსახურებას, გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს და ბარათით შვილის სწავლას გააკონტროლებთ სკოლებში. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონაცვალი იმ ფუნქციებიდან, რომელიც ამ ბარათზე დაიტანება. ID ბარათის ღირებულება 30 ლარია. მისი აღება კი ნებისმიერ მოქალაქეს იუსტიციის სამინისტროს მომსახურების ცენტრებში შეუძლია.